როგორც მოგეხსენებათ, შარშან კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ოქტომბრის თვეში გააჩერა წარმოების პროცესი ჭიათურაში. მაღაროელები გადაიყვანა 60%-იან ხელფასზე, გააჩერა წარმოების პროცესი ზესტაფონის ფერაშენათმებთა ქარხანაში. პროცესი თითქოს უნდა გაგრძელებულიყო, უნდა აღდგარიყო 1 მარტიდან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მაღაროებში მუშაობა არ აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ კლება თითქოს შეინიშნება ფეროშენათმებთა გატანაში ექსპორტში ქვეყანაში, ის მაინც მეორე ადგილს იკავებს საექსპორტო საქონელში, მაგალითად შარშან 227 მილიონის ფეროშენათმები გავიდა ქვეყნიდან. ვხედავთ, რომ ჭიათურაში ბოლო 2 დღეა გამოსვლებია, მაღაროელები ითხოვენ ხელფასის დარიცხვას, იმიტომ რომ კომპანიამ დააგვიანა საგრძნობლად იმ 60%-ის ჩარიცხვაც. ჩვენ ახლა გავესაუბრებით 2023 წლის გაფიცვების ლიდერებს ტარიელ მიქაცაძეს და მერაბ სარალიძეს. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ? გამარჯობათ. მადლობთ, როგორ ხართ, აბა? მადლობთ, კარგად. პირველი შეკითხვა იქნება ასეთი. ეს ბოლო 2 დღეა, რა გამოსვლებია ჭიათურაში, რა განწყობებია და რას ითხოვენ მაღაროელები? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი სტუდია, ახალი საბრძოლო შემართება, მინდა რომ წარმატებული იყოს თქვენი ბრძოლა, თქვენი სოციალური მხარე, ხალხის შრომელი, ხალხის ხმა ყოველთვის ისმოდეს და ქუხდეს თქვენი სტუდიიდან და მთლიანად საქართველოში. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას და აქციის დაწყებას. ეს იყო ფაქტიურად თვითორგანიზებული აქცია 28 თებერვალს. დაზარალებული, ესე შეიძლება დავარქვათ, მშიერი მოსახლეობა კომპანიისგან მიტოვებული. აფეთქდა უკვე ოჯახში რო აღარაფერი აღარ აქვს ისეთი რომ დაედგომებოდეს, აღარ აქვს იმის საშუალება რომ კომუნალურები გადაიხადოს, პური იყიდოს და ელემენტარული საოჯახო საჭიროებები დააკმაყოფილოს. გახდა იძულებული რომ გამოსულიყო ქუჩაში. რა თქმა უნდა, ხალხის მასასთან ერთად ყოველთვის იყო და არის და იქნება კიდევაც საინიციატივო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წევრები ჩვენ გახლავართ და ჩვენს ხალხთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად გუშინდელი დღიდან დავიწყეთ წინააღმდეგობაში შევედით კომპანიასთან. იმ წინააღმდეგობაში, რაც ამ 4 თვის განმავლობაში კომპანიამ ნელ-ნელა თავისი ხელფასის დაგვიანებით, არაადამიანური პირობებით, რომ უნდა გაეშვა, არ გაუშვა და კიდევ ბევრი მიზეზებით შექმნა დათესა ხალხში და დასაქმებულებში. დღეს ძალიან დიდი მუხტი ტრიალებს ჭიათურის ქუჩებში, ძალიან დიდი მუხტია. ხუმრობ ხოლმე ესეთი მუხტი რომ ყოფილიყო ნოემბრის დასაწყისში ძალიან კარგად გვექნება პროცესები. დღეს უკვე სამსახური აღდგენილი იქნება და მუშა პროცესში ჩართული იქნებოდა ჩვენი თანამშრომლები, თუმცა სამწუხაროდ ამ 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი გამდიდრებული მადანის მანგანუმის გატანა მოასწრეს კოოპერატორების შრომით, კოოპერატორების მოქმედებით, ხელით, ძალიან ბევრი მანგანუმი გაიტანეს ზესტაფონში კომპანიის ხელმძღვანელებმა. ამიტომ ჩვენი ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ ვერ არის იმდენად ეფექტური, რადგან მარაგები გადავსებული აქვს ზესტაფონს და მინდა ცნობისთვის გითხრათ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა განახლდა ფაქტიურად ყველაფერი თავიდან ბოლომდე, საქვაბეები თუ სადნობი თუ ყველაფერს ჩაუტარდა რემონტი და დღეს უკვე 1 მარტს შევიდა სრულად დატვირთვით მუშა პროცესში. ამ დროს ჭიათურაში არ ისმის არაფერი კომპანიის მხრიდან. საერთოდ ვინმე, ვისაც შეიძლება რომ კითხო კომპანიის ხელმძღვანელს რამე კითხვა დაუსვა, ასეთი ადამიანიც კი არ არსებობს ჭიათურის ტერიტორიაზე. ერთადერთი რა კონტაქტიც მოხდა ჩვენ შორის ისიც ცალმხრივად 28 თებერვალს გამოგვიგზავნეს ნახევრად ბოდიშის მსგავსი SMS-ი და გითხრეს რომ მოვიძიებთ თანხებს და ვეცდებით რომ ჩაგირიცხოთ
60%-ის ხელფასი. ამ დროს არაერთხელ გადაწეული ბანკის დავალიანებები გადაცილების გამო აქვს ხალხს კიდევ გადადის ყველანაირ დროს და ვადას გადაცდა და პროცენტები ერთმანეთს ემატება 2023 წლის თებერვალში როცა იყო გაჩერება მოულოდნელად მაშინ არ ქონდა იმდენი გამოცდილება საბანკო ურთიერთობასთან მოგვატყუეს გითხრეს რომ კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას საბანკო ვალდებულებებზე და თქვენ არაფერი არ დაგემატებათ აღმოჩნდა რომ ის 3 თვე რაც თებერვალი მარტი აპრილი კი ბატონო და მაისიც ფაქტიურად მე პროტესტში ვიყავით 4 თვე გამოდის ისეთი პროცენტული მატება მოხდა თითეულის სესხზე რომ დაუშვათ 1000 ლარი თუ შექონდა ადამიანს 1200 გაუხდა შესატანი და ვადებშიც გაიწელა თავისთავად. ეხლა უკვე ხდება ანალოგიური და გამოდის ისე რომ ხელფას 100%-იც რო დაირიცხოს ხელფასი და აღდგეს მუშაობა, უკვე ბანკის ვალი ასწრებს ხელფასის ოდენობას და ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ყოვლად მიუღებელი და კომპანია ფაქტიურად ხელოვნურად გვიფქნის იმ დაბრკოლებას და იმ პრობლემას, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში ასე უბრალოდ, ასე მარტივად მთელი ჭიათურა ჩააბარა კომპანიას სახელმწიფო მთავრობამ. არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია იმის მიუხედავად რომ მივედით ჭიათურის მერიაში ვთხოვეთ რომ სანამ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება აგერ არის ფაქტები რომ ხალხმა კომუნალურები ვერ გადაიხადა გადაცილების გამო ხელფასის სიმცირის გამო იანვრის თვეში ჩაუჭრეს დენი ჩაუჭრეს გაზი ჩაუჭრეს წყალი ეს არ მოიტანს კარგ შედეგს და ვიდრე შეიძლება ამის მოგვარება შეგვახვედრეთ მხარის გუბერნატორს და შეგვახვედრეთ იმ ადამიანებს ვინც კომპანიას განცხადებაზე მოუწერა ხელი რომ გაჩერებულიყო მიმართა კომპანიამ განცხადებით ოქტომბერში და უკმაყოფილა მთავრობამ გვინდა რომ დაუშვათ ამ ადამიანებს კითხვა ხელი რომ მოუწერეს რას უპირებენ ეხლა ჭიათურას ამ მდგომარეობაში რო ჩავარდა რა გეგმები აქვთ ზოგადად და რით შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პასუხი არ მოგვსვლია დღემდე იყო დროები ამ დროს შევხვდებით იმ დროს შევხვდებით და დღემდე არაფერი პასუხი არ არის და მივიდა სიტუაცია ამ უკვე მივედით ქუჩამდე გამოვედით ქუჩამდე კი ბატონო და ეს გასაგებია ტარიელ შენ ახსენე რომ ზესტაფონი აღდგა სრულად ხო წარმოება ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში მარაგებით როგორც ჩანს ჭიათურაში არსებული მარაგებით და უკვე ჭიათურიდან ზესტაფონში გატანილი მარაგებით ახორციელებენ სამუშაო პროცესს მერაბთან მაქვს შეკითხვა მერაბ რას ფიქრობ ეს არსებობს რამდენიმე მოსაზრება რომ სამუშაო პროცესი გააჩერეს იმიტომ რომ თითქოს უნდა შეამცირონ მაღაროებიდან ამოღების პროცესი რასაც მოყვება თითქოს კადრების შემცირებაც მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც რომ შეიძლება გაიზარდოს სოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ წელს მოსალოდნელია უკვე ფეროშენადნობებზე ფასების ზრდა. შესაბამისად, ამოღების პროცესიც წესით უნდა გაიზარდოს. რა არის ეს? ჭიათურის რაღაცნაირი სამაგალითო დასჯა იმ წინააღმდეგობებისთვის, რასაც ის პერიოდულად გაფიცვებით ან სხვა გზებით კომპანიის მიმართ მიმართავს, თუ მართლა მოსალოდნელია რაღაც შემცირება, ან პირიქით მოსალოდნელია ზრდა მოპოვების და წინასწარ უნდათ რაღაც წინააღმდეგობები გატეხონ, რასაც მაღაროელები, როგორც ჩვენ ვხედავთ, უკვე ყოველ წელს ან წელიწადში რამდენჯერმე მიმართავენ გაფიცვას, ხო? დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. 2023 წელსაც ყველას კარგად გვახსოვს, ჰქონდა პროტესტი და მართლაც იძულებით შეიძლება ითქვას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოვყარეს სამსახურებიდან. სხვა გზა არ დაგვიტოვეს. იყო ისეთი გეგმა შემოთავაზებული, მათი შემოთავაზებული გეგმა, რომ დაახლოებით 50%-ით ჩვენ უნდა გაგვეზარდა ჩვენი შრომის წარმადობა და არანაირი ჯერ ფიზიკურად ეს შეუძლებელი იყო. ანუ ჩვენ რასაც შრომობდით, ეს აბსოლუტურად
საკმარისი იყო, რომ ადამიანმა შეძლო იმძიმე და მით უმეტეს რთულ პირობებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და გავხდით იძულებული გამოსულიყავით. ეხლა მანამდეც ყოფილა აქციები, ყოველთვის რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ეხლაც ასე მოხდა. გაგვაჩერეს აგერ სრულიად მოულოდნელად დადიოდა ამ თემაზე მithkma მოთქმა ხალხში, რომ აი შეიძლება მანამდე სანამ გაგვაჩერებდნენ შეიძლება გაგვაჩერონ და ასე შემდეგ. თუმცა ამაზე რა თქმა უნდა კითხვასაც ყოველთვის ვსვავდით, რომ ეს მithkma მოთქმა რატო დადის, მართლაც ხო არ აპირებთ გაჩერებას. ყველაზე სამწუხარო ამ პროცესში ის არის, რომ არა ყოველთვის გვეუბნებოდნენ და ბოლო მომენტში 3 დღით ადრე გვითხრეს, რომ იმის გამო, რომ აქ სოფლის მოსახლეობა პროტესტს გვიცხადებს თავის საკუთარი საცხოვრისის დანგრევას, აპროტესტებს, ითხოვს მის ანაზღაურებას, გვიჭირს და ასე შემდეგ სხვადასხვა მიზეზები, უნდა გაგიშვათ 60%-იან ანაზღაურებაში. დანარჩენი არანაირი ასე ვთქვათ, შეღავათი რამე ხელშეწყობა არ ყოფილა იმ ხრივ, რომ ძალიან რთული იყო ეხლა თითოეული დასაქმებულისთვის, ვინც მუშაობს მაღაროში, ასე რომ ვთქვათ, არის დამოკიდებული იმ მაღაროზე, სხვა შემოსავალი ძირითად შემთხვევაში არ აქვს ამ ადამიანებს. ეს 60% ძალიან მცირე იყო ყველასთვის და ეხლა ისე მოხდა 15-ში დასარიცხი ეს 60%-იც კი არ დაირიცხა, დღეს უკვე პირველი რიცხვია. ამასთან ერთად აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ გამწარდა ხალხი, რომ კომუნალურებიც ვერ გადაიხადა ზოგს სიცივეში ყავს სოლშვილი. და იფეთქა ამ ყველაფერმა. ეხლა მათი გეგმა ჩემი აზრით, კაკო, რასაც თქვენ მეკითხებით, ნუ რა უნდათ ამით. იმიტომ დავიწყე ის 2023 წლის აქცია. ხალხი იმ დონეზე მიიყვანონ, ესე რომ ვთქვათ, მართლაც დასაჯონ, აფიქრებინონ, რომ ოღონდაც და აღდგეს მუშაობა, ლუკმაპურის ფული ვიშოვოთ და კიდევ უფრო ამ ხალხის დაშინების ხარჯზე კიდე მეტი გეგმა მოუმატონ, მეტი ამუშავონ, ასე ვთქვათ და ეს გაჭირვება კიდევ უფრო თავს მოახვიონ. აი მაგალითად მაგათი გეგმა იყო ის, რომ არ გაიშვა დღეს კიდევ, როცა უნდა გაიშვა და სულად ამღარიყო მუშაობა. რომ ძალიან გვიჭირს, მაგრამ რაღაცნაირად შევძლებთ კიდე რომ თუ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით და მსგავსი ფორმით ეს ხალხი დაეყოლიებიათ. მაგრამ უკვე ისე წავიდა ეს პროცესები, ძალიან ვცდილობთ, რომ სწორად აუხსნათ ყველას და გავაგებიოთ, რომ არ შეიძლება ესე ჩვენ წიხლი დაგვაჭირონ, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ არ ვართ ის ხალხი, რომ რაღაცას ანალიზი ვერ გავუკეთოთ. როგორ შეიძლება ამ ხელას სიმდიდრე გადიოდეს ამ ქალაქიდან? რა ვიცი, გვინგრევდნენ აგერ სოფლებს, ქალაქს და ელემენტარული ადამიანს, აქ მცხოვრებ ადამიანს, ვინც ამ რთულ პირობებს ეგუება და შრომობს, მასაც კი შეუქმნა ის პირობები, რომ ლუკმაპურის გარეშე დაუტოვო ოჯახი, გაზი ჩაუჭრან, დენი ჩაუჭრან, გადაუხდელობის გამო ამ სიცივეში დარჩენ. ასე და ეს უკვე ძალიან რთული გახდა ამ ხალხისთვის. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ისინი ამით ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავგსაჯონ, მაგრამ უკვე იმდენად მეტი მოუვიდათ, ისე გააბრაზეს ეს ხალხი, რომ აუცილებლად თვითონ დაისჯებიან ამის გამო. ისეთი მუხტია დღეს ჭიათურაში და იმდენად მე ვერ ვიტყვი ხარ, რომ ყველა, მაგრამ უმრავლესობა გრძნობს უკვე რაშია საქმე, ხვდება თუ რამხელა წინააღმდეგობაში ვართ და რამხელა უსამართლობას ვებრძოლებით და ყველა მიხვდა იმას, რომ ბოლოს და ბოლოს აღარ შეიძლება, რომ ყოველ წელიწადს გვიწევდეს გამოსვლები, ლაპარაკი, პროტესტი, შიმშილობა, წვიმაში დგომა, ყოფნა და ასე შემდეგ. უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. უნდა იყოს ნორმალური ცხოვრება ამ ქალაქში, გვაქვს ამის უფლება, ამხელა სიმდიდრის მქონე ქალაქს, რომელიც იცით, მოგეხსენებათ, რომ ამ მარგანეცის მოპოვების გამო ძალიან დაბინძურებულია ჩვენთან ჰაერი. და გვიწევს იმდენად გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიცხოვროთ აქ და ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, ვეგუებით ამ ყველაფერს. და გვაქვს სამსახურები და
იმის უფლებაც არა გვაქვს, რომ სამსახური სტაბილური გქონდეს და ის ხელფასი მაინც რაც გვაქვს, გერეთეც ხო არასაკმარისია, გქონდეს სტაბილურად ყოველთვიურად და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ხო და ამის თქმა მინდა თუ ისინი აპირებენ ჩვენ დასჯას, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვაპირებთ, რომ ისინი დავსაჯოთ ამ უსამართლობის გამო. სტაბილური ხელფასი ახსენე და ჭიათურა არის მონოქალაქი, როგორც ტყიბული და მონოქალაქი არის ისეთი ქალაქი, რომელიც გაშენებულია ან ფუნქციონირებს კონკრეტული საწარმოს გარშემო. ჭიათურაში არის ეს მაღაროები, ტყიბულში არის ეს შახტები, ხო? დიახ. და ძირითადად შემოსავალი ამ ქალაქების, ხო, ამ მოსახლეობის შემოსავალი დამოკიდებული ამ საწარმოზე, თუ ის ფუნქციონირებს მოსახლეობას და დასაქმებულებს აქვთ მეტნაკლებად შემოსავალი, თუ არ არის ის ეტყობა როგორც მაღაროელების ან მეშახტეების ოჯახებს, ასევე ქალაქს. ამ ხრივ რა სიტუაცია ეხა ჭიათურაში? იმიტომ რომ 60% რომელიც თქვენ გერიცხებათ და ბოლოთვის ისიც ჯერ არ ჩარიცხულა, ხო? ეს როგორც შენ და ტარილმა ახსენეთ, ნახევარი წავიდა სესხებში, ან მთლიანად წავიდა ბანკის ვალებში, ან კომუნალურებისთვისაც აღარ დარჩა ხალხს. ეს დაეტყობოდა ქალაქის ვაჭრობას, ხო, იქ მოვისმინე რომ ნისიებმაც იმატა ქალაქში და რა სიტუაცია ამ ხრივ ჭიათურაში? მოგახსენებთ, ესე იგი, ესეც უთქვიათ, ყველას, სად მაღაზიაში შედიხარ, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველას აინტერესებს, როდის გაიშვებს მაღაროები. იმიტომ რომ როგორც შენ ახსენე, კაკო, მართლაც დამოკიდებულია თვითოული ჭიათურელი, არა თუ ის ადამიანები და მათი ოჯახები, რომლებიც ამ GM-ის გაერთიანებაში მუშაობენ, ყველა მაღაზია და ნებისმიერი ობიექტი ამაზეა დამოკიდებული. და ყველას აინტერესებს ეს. თუ რა ხდება? ეხლა, როდესაც მიდიოდა ამაზე საუბარი, ყოველთვის ვამბობდით, რომ საქმე ისე მიდის, რომ ვერაფერს ვერ გეტყვით. პირველი მარტია მათი სიტყვით, რომ უნდა ასგეს სრულად მუშაობა, მაგრამ საქმე ისე მიდის, ამისკენ არაფერი ნაბიჯი არ იდგმება, არანაირი მოლაპარაკება არ მიდის, არანაირი მუშაობა არ მიდის იმ პრობლემებზე, თუნდაც რასაც ისინი ასახელებდნენ მიზეზად, რის გამოც გააჩერეს. ხო და გაბრაზებულია მთელი ჭიათურა, ასე რომ ვთქვათ. განწყობაზე უნდა მეკითხა მაღაროელებში და ჭიათურელებში და ეს განწყობა არის, რომ რაღაც ბრძოლის განწყობაზე არიან, რომ არ დაუთმონ კომპანიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არა მარტო მაღაროელებთან, ზოგადად საზოგადოებასთან ვცდილობთ და გვაქვს კომუნიკაცია, რომ ახლა მართლაც ქალაქია გადასარჩენი და უნდა გამოვიდეს სრულიად მოსახლეობა. და თვითონ მოსახლეობაშიდაც ეს განწყობა იგრძნობა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს ეს უსამართლობა. და ისე როგორც არასდროს მართლაც განსხვავებული პროტესტია და მართლაც განსხვავებული განწყობაა ხალხში. უკვე ორი კვირით გადააჭარბეს იმ მინიმუმ 60%-საც, რაც უნდა აგვეღო. ორი კვირით გადააჭარბეს და ხალხს მოუწია არჩევანის გაკეთება ამ 60%-ის გამო. ბანკში შეიტანოს, სესხი გადაიხადოს თუ ცოლშვილს ლუკმაპური მიუტანოს და კომუნალურები არ ჩაუჭრან. ძალიან ბევრია, ვინც ამ არჩევანის წინაშე დადგა. ხო და რა თქმა უნდა, ყველა თავის ოჯახებს ამჯობინებს. მით უმეტეს მოგეხსენებათ, ეს 60% რეალურად 60% არ არის. ჩვენ ცვლებში ვმუშაობთ, ღამე ვმუშაობთ, ღამის საათები გვაქვს. რაღაც თუ გეგმას გადავაჭარბებთ, რაღაც პროცენტი გვემატებოდა უпростоრად, როცა ვმუშაობდით. და ეს 60% 40%-ამდე ჩამოდის თითქმის, ასე რომ ვთქვათ. ხო და ძალიან დაუჭირდა. ხო, 40% რეალურად გამოდის 60. ტარიელ, აგერ მერაბმა თქვა, რომ ახსენა სოფლები, რომლებსაც მიადგა, ხო, კომპანია, რომლის გადათხრას აპირებს ან გადათხრილი აქვს უკვე. და ერთ-ერთი მიზეზი გაჩერების, როგორც კომპანიამ ახსენა, იყო ის, რომ მაგალითად შუქრუთში ვერ აგრძელებენ მოპოვების პროცესს. და მაშინ სცადეს დაპირისპირება მაღაროელებისა და სოფლის მოსახლეობის და ჩვენ ნახეთ ეს და მაშინ მაღაროელები მტკიცედ დადგნენ და ამ ხრივ რა სიტუაცია, ეხა რა ტრიუკების ჩატარება უწევთ და აპირებენ თუ არა და მიდის თუ არა ესეთი შავი სამუშაოები კომპანიის მხრიდან.
მოგახსენებთ მაგაზე განსაკუთრებით ჩემთან ქონდათ გართულებები, იმიტომ რომ შუქრუთის მოსახლეობას და მათ აქციას თავიდან ბოლომდე გვერდით უდექი და არასდროს ამჯერო დაიმტყუილების თითქოს ამდენი აქ აღებული და ასე შემდეგ. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ისეთი ხელფასები ამოგვიყარეს არარეალური, რომ თითქოს ამდენი და რეალურად რაც ქონდა ეს ჩვენ იმ დღესავე დაუმტკიცეთ ხალხსაც და კომპანიასაც. ამიტომ არ გვჯეროდა იმათი აღებული თანხების, რაც 100,000-ები და 200,000-ები. ამიტომ მხარს უჭერდით და მხარს უჭერთ ყოველთვის შუქრუთის მოსახლეობას და ჩემზე იყო პირველ რიგში დიდი წნეხი და ზეწოლა, რომ მე რომ სოლიდარობას უცხადებდი შუქრუთშიც, თბილისშიც რომ იყვნენ ჩამოსულები, ცდილობდნენ რომ მე გავერიყე ხალხისთვის მოეწოდებია რომ ნახე ეს რო უჭერს მხარ ჩათვალე რომ ეს გააჩერებს ამ საწარმოს და ეს იქნება დამნაშავე ამ ყველაფერში და მერე გამოჩნდა ბოლოს რომ რეალურად თავიდან დაიწყეს რა 60% ჩვენი წარმოებისა გვაქვს შუქრუთის ტერიტორიაზე. მერე გავიდა 70% გვაქვს და ეხლა მოგვიწია ამ ყველაფრის გაჩერება. მერე 80% ქონდათ ბოლოს უკვე რომ საერთოდ ყველაფერი გააჩერეს. უნდათ რომ შუქრუთლებისთვის დაებრალებინათ ის გაჩერება, რაც თვითონ ასე ჭირდებოდა და აწყობდათ. და ამაში ჩვენი გასვლაც უნდათ უბრალოდ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ მე ვერ გამაშავეს ხალხთან და არ გამოუვიდათ და ამიტომ შუქრუთის მოსახლეობა დღესაც ჩვენთან ერთად დგას, მაგალითად გიორგი ნეფარიძე და გარკვეული შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი, იმიტომ რომ ისინი როგორც დაზარალებული მოსახლეობა არის, ასევე დასაქმებულები არიან უმეტესობა მათგანი და ამიტომ ჩვენ მე არ განვიხილავ იმას ჭიათურა და შუქრუთის მოსახლეობა, მაღაროელი და შუქრუთის მოსახლეობა. კი ბატონო. ერთ მთლიან ორგანიზმად განვიხილავ, როგორც ტკივა შუქრუთს, ისე ტკივა ჭიათურას და ისე ტკივა. თუმცა არის სხვა სოფლებიც, ხო, როგორც ჩვენ ვიცით, შუქრუთის გარდა, ანუ აქ უფრო დიდი მასშტაბით არის მოპოვების პროცესი და არის სხვა სოფლები, რომელსაც მიადგნენ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს თუ საუბრობთ, რომ კოოპერატივების მოპოვება გაიზარდა და ასე გადის მანგანუმი გარეთ ჭიათურიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ გაორმაგდა და გასარმაგდა და ესა კარიერული გადათხრები. და უკვე ასფალტის პირზე მოდიან და ისე იღებენ მანგანუმს, ასფალტის პირამდე მოდიან მანგანუმის ამოღებით და ეს არის კატასტროფა. ჯერ კიდევ თოვლია, ჯერ კიდევ ზამთარია, ყველა ვერ მოძრაობს და ვერ ხედავს რა ხდება, მაგრამ ზამთარიც ხო აიღებს, ხო გამოვა ზაფხული და ყველა დაინახავს რამხელა კატასტროფა მარტო ამ 4 თვეში ჩაიდინეს ამათმა. და მე ამით კოოპერატივები მინდა დავაკნინო ან დავადანაშაულო. კონტურს, ანუ ნებართვას, იმ გზის გადათხრისას, იმ სახლის დანგრევისას, სახლის ქვეშ მუშაობისას, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი იძლევა. მის გარდა ერთმარცვა მის ნებართვის გარეშე ერთ მარცვალს ვერ ამოიღებს ვერავინ ვერსად და ვერ გაიტანს ჭიათურიდან. და ამიტომ იმათ თვითონ კომპანიამ მიცა ამის უფლება და მისი მთავარი ოცნებაა ეხლაც, რომ წეგან კითხვა დასვით თქვენ მოთხოვნა გაიზრდება ბაზარზე. რა პრობლემაა? გაიზრდება მოთხოვნა, იმის ოცნება, კომპანიის ოცნება გაიზარდოს მოთხოვნა და დაამატებს კიდევ 10 ექსკავატორს, 20 დაამატებს ექსკავატორს, რა პრობლემაა? მთავარია მაღაროები არ არსებობდეს. მიხვდით? ხო, ეს უკვე ჭიათურის პრობლემა კი არ არის, რომ აი ესე მიადგებიან და გადათხრიან სოფლებს. ხო, ეს უკვე ყველა ქართველის პრობლემაა, რომ მათ ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ არა მარტო ჭიათურაში ესე ყორულად გადათხარონ საკუთარი დინგით ჩვენი მიწაწყალი და გამდიდრდნენ. კომპანიამ რო თქვა 80%-ო ჩვენს გვახსოვს ეს 80%-ის მოპოვებაო შუქრუთზე მოდისო და ამადლიან ამ მოსახლეობას თითქოს აიღეს რაღაც გარკვეული თანხა და თითქოს უკმაყოფილოა ეს მოსახლეობა და თუ 80% მათი თქმით კომპანიის მოდის შუქრუთზე, მაშინ კეთილი ინებონ და 10 ჯერ მეტი უნდა მისცეს თუ გაივლის ტრაქტორი და ესკალატორი მის ეზოში და მის სამოსახლოში, ხო და არა ის კაპიკები, რასაც ემართლებიან და ედავებიან. მაგაზე კითხვა და პრეტენზია მე ეგრევე გამიჩნდა, როცა ეს გაჟღერდა 80% და მქონდა შეხვედრა ბატონ თემურ ხონელიასთან. და დაუსვი ესეთი კითხვა. 13600 ჰექტარია ჭიათურასა და საჩხერეში სამუშაო ველი, სადაც უნდა ამოიღოს მანგანუმით არის მდიდარი და შეიძლება იმუშაოს. ამხელა სამუშაო ველი გაგაჩნიათ და რაღა მაინც და მაინც სამუშაოების 80%
ერთ პატარა შუქრუთს შეასიე. ხო შეიძლებოდა რომ მანგანუმი ისე ამოგვეღო დაუშვათ შუქრუთის ტერიტორიიდან არ შევსეოდით ესე 360 გრადუსით შუქრუთის სოფელს და ძალიან მცირედ ცოტა ებწყინათ მანამდე სხვაგან წასულიყვნენ იქ ემუშაوات და გაეშალათ ეს სამუშაო ფრონტი. მაგრამ ეს არ ისურვეს, პირდაპირ შეესიენ, იმიტომ რომ შუქრუთის სოფელ შუქრუთში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მანგანუმია ამ ეტაპზე. და ყველაზე მარტივად მოპოვებადი და თვითონ შუქრუთის მოსახლეობაც აუცილებლად ეს ხო გამოლევადი რესურსია და მალე ასეთი შესევით მალე განადგურდება შუქრუთი განადგურდებოდა და ამოიღებდნენ და მე სხვა სოფელში გადავიდოდნენ არიან კიდეც გადასულები მაგალითად როგორიც არის რგანი მღვიმევი და კიდე გარკვეული სოფლები სადაც მართლა პრაქტიკულად არ ვიცი ყველაფერი განადგურებულია ჭაში წყალი აღარ არის და მთელი უბედურება ხდება და მაგრამ კიდე გადავლენ სხვა სოფლებშიც სადაც ჯერ კიდე შენარჩუნებული მაგალითად ზოდში არის ფლორა და ეს ბუნებრივი ყველაფერი აი იქ შეესწევა და ის იქ გადაულის მაგრამ როცა შუქრუთის მოსახლეობამ ხმა მოიღო თავის უფლებების დასაცავად და თავისი მიწა-წყლის დასაცავად და მოითხოვა ის რაც ეკუთვნის კანონიერად კომპანიამ გადაწყვიტა რომ სამაგალითოდ დაესაჯა ეს მოსახლეობა. ეს სამაგალითო დასჯა ნიშნავდა იმას, რომ ვერასდროს ვეღარ ამოეღო მაგალითად ითხვისის მოსახლეობას, ზოდის მოსახლეობას და კიდე იმ 9-10 სოფლის მოსახლეობას, რომელშიც მანგანუმი იყო, არის და რომელიც უნდა ამოიღოს კომპანიამ თავისი აზრით. მაგრამ როგორ ამოიღებს ამ ყველაფერს? ჯერ უნდა შეაშინოს მოსახლეობა ან რაღაცით, არ ვიცი, გარიგებით, შეშინებით და შემდეგ უნდა შეასიოს ტრაქტორები, ექსკავატორები, რომელიც არის ძალიან იაფფასიანი მარტივად მოპოვებადი ხდება მანგანუმი ამით და თუ ამას შეძლებს აღარ იქნება საჭირო მერე მიწისქვეშა სამუშაოები რაც მე რა თქმა უნდა ექსკავატორზე მარტივი ექსკავატორზე შედარებით ძვირი ჯდება მაღაროს წარმოება მაგრამ მაღაროს თავისი სპეციფიკა აქვს თუმცა არც იმდენი არ ჯდება ეგენი რო იზახიან და ის კორუფციული გარიგებები და ის გაბერილი თანხები თვითღირებულება რა მასალებიც მაღაროს ჭირდება ეს ჩვენ არაერთხელ ფაქტებით დაულაგეთ კომპანიას კომისიურ შეხვედრებზე რო დავდიოდით რომ სად რა კორუფციაში იყვნენ თვითონ გახვეულები და ვითომ ეს არ იცოდნენ შემდეგ მოიწვიეს აუდიტი კერძო აუდიტი რა დასკვნა დაიდო ნამდვილად დაიდო დასკვნა მაგრამ რა დაიდო რა შინაარსის ჩვენ აუცილებლად უნდა გვწოდნო და ეს როგორც კომისიის ერთ მხარეს მაგრამ არავინ ეს არ გაგვაცნო რადგანაც უბრალოდ საინიციატივო ჯგუფი ვიყავით და არ ვიყავით იურიდიული მხარე დიდი ალბათობით პროფკავშირებმა ეს იციან მაგრამ არ ამბობენ რახან პროფკავშირებს შევეხეთ დღეს უკვე პროტესტის მეორე დღეში ვარ და რაღაცა ელემენტარულები გვჭირდება მაგალითად მანქანაში საწვავი ჩავასხავთ რომ ქალაქს შემოუვაროთ იქ სოფლებიდან ხალხია ჩამოსაყვანი ჯერ დიდ თოვლობის გამო ვერ მოდიან მერე ტრანსპორტი არ მოძრაობს და ფიზიკურად ფულიც არ აქვს რომ გადაიხადონ და ჩამოვიდნენ გვინდა რომ რაღაცნაირად ეს დაორგანიზდეს დაფინანსდეს და ადგილობრივი პირველადი პროფკავშირი გვეუბნება რომ ბიუჯეტი არ აქვს. თუმცა თქვენგან საწავრო სახით ძალიან დიდი თანხა მიაქვს პროფკავშირს. მაღაროელების იქით მაქვს მე თუ გაქვთ ამის ინფორმაცია და ან რამდენად რეალურია გარდა იმისა რომ 1%-ს იღებს ეს თვით ირაკლი პეტრიაშვილსაც დაუსვიმე მაგრამ ესე ამომწურავად არ ვიცი გარდა იმისა რომ 1%-ს იღებს ჩვენგან პროფკავშირების საწევროსას კომპანია რაღაც პროცენტს უხდის და თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენ პროცენტს უხდის და რის შესაბამისად უხდის მაშინ იყო საბუთები თქვენი გაფიცვის 2023 წლის გაფიცვის დროს როგორც მახსოვს გარდა იმისა რომ როგორც ჩვენ თქვი რომ მიაქვს საწევრო მაღაროელებისგან კომპანია უხდის მთლიანი შრომელების ჯამის პროცენტს უკვე კომპანიისგან ხო იგულისხმება აი ამ ყველაფრის 1% მათ შორის მან იგულისხმება მენეჯერიც დირექტორიც საშუალო რგოლის მენეჯერიც ზედამხედველიც და ასე შემდეგ ან თქვენგან დამოუკიდებლად კიდე მიდის თითქოს პროცენტ ნახევარი ესეთი ინფორმაცია იყო მაგ დროს. ტარიო, კიდევ ერთხელ რო ვუთხრათ, ხო, ხალხს, როდესაც ჭიათურაში მოპოვება გააჩერეს და როცა საუბრობენ რომ მათ კრიზისი აქვთ.
ერთი რომ აბრალებენ შუქრუთის მოსახლეობას, მეორე რომ თითქოს ბაზარზე დაეცა ფასი და მოთხოვნაც აღარ არის და თითქოს ისინი წაგებაზე მუშაობენ ჭიათურაში. მოდი დავუშვათ, რომ ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზი მუშაობს წაგებაზე. დავუშვათ ეს რომ ასეა, მაგრამ ხო მისი ძირითადი მოგება მოდის არა ჭიათურაზე, არამედ მოდის უკვე გამდიდრებულ ფეროშენადნობებზე, როცა გადამუშავდება და ის იქნება მისი ღირებულება და ძირითადი მოგება იქნება ზესტაფონში, ხო? ჯორჯიან მანგანეზი ხო არ არის მარტო ჭიათურის მაღარო, ის არის ჭიათურის მაღაროები, ეს არის ფეროშენად ზესტაფონის ქარხანა და ეს არის ჰესი, რომელიც აერთიანებს აი ამ ხო ვარციხე ჰესი, რომელიც აერთიანებს ამ კომპანიას და ის რომ თითქოს ისინი ჭიათურაში მუშაობენ და თითქოს ამადლიან ხალხს, რომ აი ჩვენ რო არ ვიყოთ თქვენ რა გეშველებათ, ხო? მათი მოგება იქნება ძირითადი ზესტაფონში და შემცირებული ფასებითაც კი, როგორც ვახსენე, შარშან იყო იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, რაც უდევს აქტას და ეს ოფიციალური მონაცემებია, 227 მილიონი დოლარი. ეს იყო რაც ღირებულების ფეროშენადნობი გაიტანეს ქვეყნიდან, ხო? მეგობრებო, ხნეობა მინდა გისურვოთ შემართება ბრძოლაში თქვენ ჭიათურას შარშან და შარშანწინაც, როდესაც ჭიათურაში შარშანწინის 23 წლის გაფიცვა იყო, ჭიათურის მოედანზე იყო მთავარი შეძახილი, რომ ჭიათურა ძლიერია, ხო? ჭიათურა მართლა ძლიერია და ჩვენთვის ძალიან საქართველოსთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებს ჭიათურა. ჭიათურელი მშრომელები, ხო, ისინი იძლევიან ბრძოლის იმედს და მხნეობას, რომ კომპანიები, რომლებიც ღორულად იქცევიან ჩვენს ქვეყანაში, ესე ვერ გადათელავენ და ვერ გადაულიან ჩვენს ქალაქებს და ჩვენ მშრომელებს და მათ მოუწევთ დათმობები იძულებით. ეს არავინ არ დათმობს, ხო, თავისი ნებით და აი ამ წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც ჭიათურაში იყო და არის და იქნება სამომავლოდ, ხო, მათ მოუწევთ დათმობები ქვეყნის და ქალაქის მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გახსოვთ იმაში რა ქვია 23 წლის გაფიცვების მერე როცა შეწყდა მან ერთ-ერთი თავარი შეძახილი იყო ასევე რომ ამოვედით მაღაროდან გამარჯვების מחარობლად და აი ამ გამარჯვების מחარობელი უნდა იყოს ჭიათურის მოსახლეობა და ჩვენი მხრივ მინდა რომ დავძინო რომ იცოდეთ რომ ჭიათურა არასდროს დარჩება მარტო და ჭიათურა არ არის მარტო. გაიხარეთ. ძალიან კარგია ესეთი კავშირები, ესეთი ურთიერთობა, ერთი მოკლე მინდა შეფასება გავაკეთო. ამ ცოტა ხნის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად ყოფილვართ ხოლმე აქციებზე, იგივე თბილისში, იგივე ბალდაში, რაჭაში და ასე შემდეგ და ყველაფერი თუ რამე სოციალური პრობლემებია და უთანხმოება, უთანასწორობა, ვცდილობთ რომ მხარი დაუჭიროთ აი ასეთ პროტესტს, ესე ვთქვათ და ერთი რაღაც გამოიკვეთა ჩემს გონებაში და ჩემს შეფასებებში, რომ ძალიან ბევრი ვართ. აი მაგალითად აგარაში ვიყავით ეხლა ჩასული 400 დასაქმებულია. რუსთავში იყო პროტესტი და სანამ ჩავიდოდით დასრულდა, მაგრამ 300-400 დასაქმებული გამოვიდა და ამ დროს ჩვენ ვართ 3600 და პლუს კიდე დამატებული ჩვენს ზურგში ოჯახებია. თუ არ იქნება ჭიათურა და მარგად ჭიათურაში მანგანუმი, ჯერ ალტერნატიული არ გვაქვს არაფერი და აუცილებლად უნდა გქონდეს და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მაშინ გაუჭირდება ძალიან არსებობა ჭიათურას, როგორც ქალაქს და როგორც ჭიათურის მოსახლეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გაჭირვების მომენტში შეგვიძლია ერთსულოვნება და გაერთიანება. გაჭირვების მომენტში მაინც და ვფიქრობ, დღეს არის ეგ დრო. დღეს არის ის მომენტი, როცა ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა ყველა ერთ აზრზე დგას და ამის ნათელი მაგალითი იქნება სამშაბათს, როცა მოსწავლეები, ბაღი, სკოლა ყველა გაჩერდება და ყველანი გამოვა ქუჩაში და შემოუერთდება აქციას. მინდა რომ წარმატებული იყოს ასეთი ბრძოლები ყველგან. არ ვიცი ახლა რაღაც შეფასებებს ჩვენს აქციაზე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მინდა რომ ერთიანობით მივახციოთ ყველაფერს კარგს. მინდა რომ ესეთი სოციალური ბრძოლები, ესეთი სამართლიანი ბრძოლები ყველგან იყოს შრომელთა ადგილებზე, სადაც კი შრომობს ხალხი და აუცილებლად იყოს წარმატებული. მადლობა მართვისთვის,
ამ გახმოვანებისთვის, გავრცელებისთვის ინფორმაციის და რა ვიცი, შეძლებს დაგვარად როგორც თქვენ, ასე ვინც თქვენ მოგისმენთ, ყველას სამშაბათს იმ აქციაზე, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური, ყველას გეპატიჟებთ. სამშაბათს პირველ საათს. 4 კი ბატონო. ხნეობას გისურვებთ, სიმტკიცეს გისურვებთ და ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ, გვიგულეთ გვერდით, როგორც ყოველთვის. მადლობა თქვენს, გაიხარეთ. მადლობა თქვენ.